რომეო მიქაუტაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, წინა სასამართლოს ხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავება. ველა ზაქაიძე მიცის უფრო მეტის ხდომის დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ველა გისმენთ. დიახ, დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძე, როდესაც იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, მისი თანამდებობა, მისი გავლენები გამოიყენა ბოროტად და ერთ-ერთ კომპანიას, კერძოდ ჯეოკრაფტს, მის მიერვე დაფუძნებული შეპესე ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური გააყიდინა, ჩაერია ამ გარიგებაში და ამ გარიგების სანაცვლოდ მან 400,000 ამერიკული აშშ დოლარი მიიღო პროკურორის განცხადებით, სწორედ ამ გარიგების შემდეგ 2021 წლის შემდეგ 2023 წელს მოახდინა მან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მისი ოჯახის საკუთრებაში გაჩნდა მადრიდში, ესპანეთში 120 კვადრატული ბინა, რომელიც 600,000 ევროდ არის ღირებული და ამ თანხის ლეგალიზაციის მიზნით მთელი რიგი უკანონო მოქმედებები განახორციელა რომეო მიქაუტაძემ. პროკურორის განცხადებით იმ მიზნით, რომ დაესაბუთებინა რომეო მიქაუტაძეს 600,000 ევრო, რომლითაც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შეიძინა მისმა ოჯახმა ბინა, გააყალბეს დოკუმენტები, რომ თითქოს რომეო მიქაუტაძის მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება გაყიდეს და ამის სანაცვლოდ მიიღეს ეს თანხა. რეალურად კი ეს გარიგება იყო ფიქტიური და რომეო მიქაუტაძის მეუღლის სახელზე არსებული ბინის რეალური გაყიდვა არ მომხდარა და ეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება იყო ფიქტიური, სადაც რომეო მიქაუტაძის მეგობრის პენსიონერი დედა იყო თითქოს მყიდველი და ის იხდიდა თითქოს 600,000 ევროს ამ უძრავი ქონების სანაცვლოდ. ეს უკანონო მოქმედება პროკურორის აზრით იმ მოტივით და იმ მიზნით განახორციელა, რომ მადრიდში ნაყიდი ბინის თითქოს ლეგალური სახე მიეცა იმ თანხის წარმომავლობის. გარდა ამისა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სხვა კუთხითაც განახორციელა ბრალდების მხარის მტკიცებით, თითქმის $1,000,000 ლარამდე ღირებულების 2023 წლიანი G-კლასის მერსედესი და Range Rover-ი შეიძინა მან, რომელიც გაფორმებული იყო რომეო მიქაუტაძის და მისი მეუღლის ახლო პირების სახელზე. სულ საუბარია $2,500,000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, რომელსაც ბრალდება რომეო მიქაუტაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და უკანონო გარიგებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ედავება. საქმის მასალებში ამოიპოვება ერთი დოკუმენტიც, რომელიც მიუთითებდა იმაზე, ან გამოკითხვის საქმის სახით, ან რაიმე სხვა დოკუმენტის სახით, რომ ბატონმა რომეომ ვინმეს მიმართა, რომ შეპესე ჯეოკრაფტს მიიღო რაღაც უპირატესობა. იმაზეც კი არაა საუბარი, რა მიიღო ამის სანაცვლოდ შეპესე ჯეოკრაფტმა. მისი წარსული ცხადყოფს ადამიანი არ არის ნასამართლელი. პირიქით, ღირსების ორდენის კავალერია იმ დამსახურებებისთვის, რაც მას საქართველოს წინაშე აქვს გაკეთებული. არანაირი რაიმე კრიმინალი მის წარსულში არასდროს არ ყოფილა არც დაკავებული, ან პოლიციაში მიყვანილი რაიმე, არასდროს არ ყოფილა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. 24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის პლიურო წარმატებული კარიერა სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც მოგახსენებთ, ყველა სასწავლებელი დამთავრებული მაქვს არჩინებით, ყავს ოჯახი, ვარ ღირსების ორდენოსანი და ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არც არასდროს არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში. შეფასდა ეს დოკუმენტები, მათ შორის შეფასდა დეკლარაციები და დადგინდა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უსაფრთხოდ გამდიდრდა. ზუსტად ამიტომ ედავება ამ ყველაფერს გამოძიება ბრალდებს. ანუ ფაქტობრივი საფუძვლები სახეზეა, ყველა გარემოება სახეზეა, რის გამოც ბრალდებს უნდა შეფარდოს ამ ეტაპზე ახლა ეს საკითხი.
ბატონ რომელოს ან ქალბატონ ნინოს რატო არ მიეცა იმის საშუალება ან გამოკითხულიდნენ ან წარმოედგინათ მტკიცებულებები იმისათვის რომ საჭირო არ გაგვთარიყო ადამიანის დაკავება და დაბატინება. კონკრეტული ტაქტიკა და მეთოდები თუ უნდა გამოიწვიოს საკითხები თვითონ აყალიბებენ გამონზიებები და გავლების ხარჯს რა თქმა უნდა. დაკავების განჩინებაში თქვენ მითითებული გაქვთ რომ ბატონმა რომეომ და მისმა ოჯახმა და დაახლოებით 8 მილიონ ლარიანი ქონება დააგროვეს, თუმცა ედავებით მხოლოდ 2,5 მილიონ ლარის ლეგალიზებაში. ეს როგორ უნდა გავიგოთ? დანარჩენ ნაწილში ბრალდების მხარეს არ აქვს შეკითხვები? ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი რაც ჩავთვალეთ, ამ ეტაპზე ესე წარმოგვიდგენთ ბრალდება და როგორც აღნიშნეთ, თუ დადასტურდა რეგიონი რომ შეიძლება დაუძინოს კიდევ ბრალდება. გამოძიება ეხლა ხან დაიწყო. ამ ეტაპზე რაც არის ასეთ ეტაპზე შესაბამისი ბრალი არის წარდგენილი. მინდოდა დამეზუსტებინა ეს გეოგრაფიის ნაწილი, მაგ დროს მე არ გახდით პოლიტიკური თანამდებობის პირი, მე ვიყავი ბიზნესში, როცა ეს გეოგრაფიის საკითხი მოხდა, რომელიც აუქციონის წესით კომპანიამ გაიმარჯვა. ფიზიკურად ჩემს მიერ ვინაიდან მე არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერავით არ ზეწოლას, იმ ჰიპოთეტურ ზეწოლასაც კი ვერ გამოვიყენებდი. გეოგრაფიულ დაფუძნდა მაშინ არ იყავით თქვენ, მაგრამ ჩვენ გადავით აი ამ დროს, ამ გარიგების დროს მოხდა თქვენს მიერ სამსახურეობრივი პრივატიზაციის პროცესი. დაფუძნების დროს ვიყავი ბიზნესში ცალსახად და როდესაც ეს გარიგება მოხდა, როგორც თქვენ ბრალდებამ წარმოადგინა, იმ დროსაც ენერგეტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა და არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი. რომეო მიქაუტაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას მხრიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა ბელა ზაქაიძე სასამართლოდან გვერდებოდა.